ერთგვარი რეტროსპექტივა იმ წლებზე, რომელიც ქვეყანამ 60-იანი წლებიდან დღემდე განვლო. ინტროსპექცია ამბავი ჩვენზე. კონკრეტიკა და უამრავი მეტაფორა შავებში ჩაცმულ ქალებზე, რომლებმაც ომი მოიგოს. სოციალური კონტექსტები, ლარის დევალვაციაზე კონკრეტული ეპიზოდები, კონკრეტულ მუსიკალურ კომპოზიციაზე იყო მორგებული. როგორც ჩაიარა ნატო მეტონიძის კონცერტმა დიდ საკონცერტო დარბაზში, დავით აბრამიშვილი მოგითხრობთ. მოცარტის რეკვიემიდან ლაკრიმოზას შესრულებით დაიწყო გუშინდელი ნატო მეტონიძის ახალი სოლო პროგრამის წარდგენა, სახელწოდებით ინტროსპექცია, ამბავი ჩვენზე. რეკვიემი კი ერთგვარი ლაით მოტივი და საღამოს მთავარი კონცეფციის მატარებელი გახდა იმ სარეჟისორო თუ ვოკალური ნაწილისა, რომელიც გუშინ შესრულდა. რეტროსპექტივა იმ წლებზე, რომელიც ქვეყანამ 60-იანი წლებიდან დღემდე განვლო. პროცესების ცენტრში კი მაყურებელთან ერთად მომღერალი ნატო მეტონიძე იყო. ინტროსპექცია ფსიქოლოგიური ტერმინია და საკუთარ თავზე დაკვირვებას ნიშნავს, თუმცა ეს არ ყოფილა კონკრეტულად ერთი ადამიანის დაკვირვებებისგან შემდგარი ძაფი. ასე ფიქრობდა ის ნაწილიც, რომელიც გუშინ ფილარმონიაში შეიკრიბა. ის სოციალური თემები, რომელიც მოკლებული იყო რაღაცა საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე ქართულ სულს ისევ გაჩნდა რა. კონცერტის რეჟისურა დავით დოიაშვილმა შეასრულა. სცენის დეკორაცია და მხატვრობა, გამუდმებული პერფორმანსის რეჟიმში მყოფი მსახიობები, ხოლგებითა და პლასმასის თოჯინები. მუყაოს ხუთები. თანამედროვე თეატრში კარგად გარკვეულ ადამიანს აუცილებლად გაახსენებდა ფილიპ ჟანტის და მისი სცენის ხელწერას. წარმოდგენაში 7 ქალი მონაწილეობდა. რიგ ეპიზოდებში უკეთესი იქნებოდა თუ კი წარმოდგენის მთავარ ნაწილში მამაკაცები ჩაერთვებოდნენ, მაშინ როცა ამას ხშირად დრამატურგიული სიუჟეტიც ითხოვდა. პროცესები 60-იანი წლებიდან დღემდე, დამოუკიდებლობა, პუტჩი, 90-იანები, გაუთავებელი ომები, ვარდების რევოლუცია, თუმცა კონკრეტიკის გარდა იყო უამრავი მეტაფორა შავებში ჩაცმულ ქალებზე, რომლებმაც ომი მოიგეს, სავსე საკნებითა და უჰაერობით. ამბავი ჩვენზე ერქვა ამ აქცია კონცერტს, მე ამას ასევე ეძახი. შემოქმედი ადამიანებისთვის ყველაზე სწორი გზა იყო იმ სოციალურ საკითხებზე სასაუბროთ, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაწუხებს. 12 წელია, რაც ნატო მეტონიძეს სოლო პროგრამით მსმენელის წინაშე აღარ უმღერია. ეს 12 წლიანი პაუზა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიმღერა არ მიგდება. შენი პოზიცია თუ შენი თქვა რაღაც გარკვეული კეთილდღეობით, სხვადასხვა ნიშნიდან გამომდინარეობს, ეს უხერხულია, ჯობია არ ვთქვა. მე ვთვლი, რომ ამ ჩემ არჩევანში, რაც ავირჩია თვალსაზრისით მოგულისხმობ 12 წელიწადს და ჩემ პოზიციას ეს იყო საოცრად გულახდი. ასეც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი. ეს გავაკეთე დღესაც მგონია სცენა. ნატოს და ჩვენ დაგვიზრდა სათქმელი ნამდვილად და თუ ეს სათქმელი კრიტიკულია, დაიყოს კრიტიკა, თუ ეს სევდიანია, დაიყოს სევდა და თუ ეს ძალიან დრამატულია, ამის საფუძველიც მოგჩა სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების ისტორია. ჩემი არა მარტო ამბავი იყო, ჩემი სათქმელიც იყო, ჩემი ბოდიშიც იყო, ჩემი ტკივილიც იყო, ჩემი წრემლებიც იყო და პერსპექტივაც იყო. მე მგონი ყოველ შემთხვევაში ეს შავდეთ და გუნდოდა ეს ყოფილიყო. ის რომ გუშინ მომღერალმა წინაპლანზე სწორედ სოციალური თემატიკა წამოსწია და მას არ უმღერია აბსურდზე, ეს თანამედროვე ქართული ესტრადის დადებითი მხარეა. თუმცა ვისთვის სად იყო ის ისტორიისა და სოციალური კონტექსტის მთავარი ოქროშუალედი, ეს ცალკე განსჯის საგანია. მთავარი ნატოს ინტროსპექცია იყო. მე ვთვლი, რომ ხელოვანს განსაკუთრებით უნდა ქონდეს პოზიცია. მე მგონია ეს არის მთავარი. რომ ჩვენ მხოლოდ სცენაზე ვინც მუშაობდით, ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ეს არ იყო მარტო ჩემი ამბავი, ეს არის ამბავი ჩვენზე. მე ვთვლი, რომ
ჩვენს მერეც ვიღაცამ უნდა მოყვეს თავისი ამბავი. ჩემთვის რაც თავარი იყო ამ ნიჭიერმა ადამიანებმა გვითხრეს და გაგვახსენეს. არ შეიძლება ყველაფერი გადავყაროთ ისტორიულ სანაგვეზე. მახსოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტკივილის ყარება, არც ტკივილის გადაყრა არის კარგი. უშინდელი რექვიემით დაწყებული საღამო რექვიემის ანგებითვე დასრულდებოდა, რომ არა ოპტიმისტური სიმღერა კინოფილმიდან ბაშიაჩია. ოპტიმიზმის ინტერპრეტაციის საშუალება მაყურებელს მხოლოდ ნარატივმა მისცა. შესრულების სტილი და განწყობა კი კვლავაც პესიმისტური დარჩა. ისევე როგორც ინტროსპექციის მთლიანი კონცეფცია. ამბავი ჩვენზე.